საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ბელგიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშის შევარდენის სარაგბო ბაზაზე გამართავს ქართულ მორაგბეებს ბელგიასთან შეხვედრაში წამყვანი მორაგბე მამუკა გორგოზე დააკლდება, რომელმაც ტოპ 14-ის ერთ-ერთ შეხვედრაში ტრამვა მიიღო. ქართველი და ბელგიელი მოთამაშეები ერთმანეთს ავჭალის სტადიონზე ხვალ 15 საათზე დაუპირისპირდებიან. ბოლო ინფორმაციით მატჩის დასასრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ალბათ ძალიან მძიმე ერთათასი იქნება. ყველა გუნდი არის მოტივირებული. ბელგია ძალიან კარგი გუნდია და გარდა ამისა ხო ხედავთ რა კლიმატური პირობებია შესაბამისად კლასის სხვაობაც ესეთ ამინჩი მცირდება და სანახაობრივი მხარეთ სამწუხაროდ. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბიჭები მზად არიან და ყველაფერი კარგად იქნება. გუნდმა ძალიან კაი შესანიშნავი მომზადება გაიარა, მობილიზებულია, განწყობა შესანიშნავი და რაც ყველაზე სუდია რომ კლიმატი ხელს არ გვიწყობს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩვენი წარმატებით დაასრულოს.